მოთხოვნადია თანამედროვე მწერლების ნაწარმოებები და ნაკლებად კლასიკა. გორის საჯარო ბიბლიოთეკაში ამბობენ, რომ წიგნის კითხვა ყველა თაობაში ისევ პოპულარულია. ნანა კარკაძე ამბობს, რომ ბიბლიოთეკის ფონდების შევსება მკითხველების ინტერესების გათვალისწინებით ხდება. მისივე თქმით, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი მკითხველი მიიზიდონ. რომ ძირითადად ლიტერატურა იმ სუბუქად საკითხავი, ძირითადად ბესტსელერებს კითხულობენ, აი ესე თანამედროვე მწერლებს, ნაკლებად კლასიკას, მაგრამ არც ეს არის დიდი პრობლემა, მთავარია წიგნთან იყვნენ, წიგნს დაუახლოვდნენ და მე უყალიბდებათ და უვითარდებათ გემოვნება და ყალიბდებიან კარგ მკითხველებთან. ფონდების შევსება ძირითადად ხდება მკითხველების გემოვნების გათვალისწინებით, თუ რაიმე წიგნს ითხოვენ, მისი აღნიშვნა, აღრიცხვა ხდება უარი თუ ვისტუმრებთ და მე ვცდილობთ, როცა წიგნების შეძენა და ფონდების შევსება, ვცდილობთ ის წიგნები შევიძინოთ, რაზედაც მოთხოვნილებაა. ხო, გვაქვს როგორც თანამედროვე მწერლების, ქართველი მწერლებისაც, უცხოელების ნათარგმნები, აგრეთვე რარიტეტული ლიტერატურა გვაქვს, წიგნების გაცემა ხდება ჩვეულებრივად, ვატანთ სახლებში არ არის პრობლემა. ბიბლიოთეკაში გვაქვს ორი დარბაზი, ერთი არის სამუშაო დარბაზი, სადაც სიწყნარე სიმშვიდეა და ერთმანეთს ხელს არ უშლიან. გვაქვს აგრეთვე ამერიკული სივრცე, სადაც ხდება მომხმარებელი თავისუფლად მოდის, სხვადასხვა კლუბები ეწყობა, სხვადასხვა ეხლა ეკო-კლუბი არის, ლიტერატურის მოყვარულთა კლუბია, პატარებისათვის ჩემი საყვარელი ლიტერატურული გმირი და ნაწარმოები, რა ვიცი, ბევრი. გარდა ამისა, ეწყობა პოეზიის საღამოები, ლიტერატურული საათები გვაქვს, ესე პოეზიის საათი, ცნობილი მწერლების და პოეტების საიუბილეო თარიღებზე ხდება მისი შემოქმედების განხილვა და აი ყველანაირად ვეხმაურებით თუ რაიმე მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს ქვეყანაში და ჩვენთან. შეძლების დაგვარად ვცდილობთ, რომ როგორმე ახალგაზრდობა მოვიზიდოთ, რომ განუვითარდეთ მკითხველის უნარ-ჩვევები. იმიტომ რომ მკითხვა აზროვნებასაც ხელს უწყობს, კარგ ადამიანებად ჩამოყალიბებას ხელს უწყობს და საერთოდ ძალიან კარგი არის.